მითხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გმირი გავაცნოთ დღევანდელი შუადღის ქალბატონი მარინე, რომელიც გახლავთ პროფესიით მეტყევი ინჟინერი, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ მიუძღვნა ბუნებასთან ურთიერთობას, მასზე ზრუნვას და ქალი, რომელმაც დაანგრია სტერეოტიპები და განსაკუთრებული მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ საგანგებოდ დღევანდელი ეთერისთვის საკმაოდ შორი გზიდან, ბოლნისიდან ჩამობრძანდით ჩვენთან შესახვედრად და ბუნებრივია ახლა დეტალებს თქვენი პროფესიული ცხოვრების შესახებ ჩვენ არ დავზოგავთ თავს, რომ გავარკვიოთ ყველაფერი. მოგვიყევით პირველ რიგში, რა არის ამ საქმიანობის სპეციფიკა და უშუალოდ თქვენი მოვალეობა? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის და დაფასებისთვის, ასე ვთქვათ. ასევე მადლობა თქვენ. ჩემი პროფესია ფაქტიურად ბავშვობიდან დაიწყო, რო ვთქვათ. სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა ბუნებასთან სიახლოვე და ბუნება. უფრო მეტად ბიძა მყავს მეტყევე. 97 წლის არის ახლა, ასაკიანია და ბიძასთან ერთად ძალიან ხშირად მიწევდა ბუნებაში გასვლა. თვითონ უზომოდ შეყვარებული იყო ბუნებაზე. თითქმის ყველა ხეს ეფერებოდა, რო დადიოდა. ხო და ამ ბიძაჩემს იმ პერიოდში გამოდიოდა ჟურნალი საქართველოს ბუნება. საქართველოს ქალიც იყო იმ დროს, ალბათ ქალბატონებსაც ემახსოვრებათ და ის და ამ საქართველოს ბუნებაში ისეთი საინტერესო სტატიები იწერებოდა და ისეთი განსაკუთრებული ხალხი წერდნენ თავის მოგონებებს და ის რომ ძალიან მაინტერესებდა და ნომრების მიხედვით მქონდა ესე დალაგებული ეს ჟურნალები და როცა საზაფხულო არ დადაგები იყო, დავდგებოდი და ვკითხულობდი ზოგჯერ ერთი და იგივე ისტორიებს და ხო და სკოლაში კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი და მაინდა-მაინც რო ვთქვა, რომ აი მეტყევეობაზე ოცნებობდი, არა თავიდან ახლა ბიოლოგიური დარგი არის დაკავშირებული აი ქალისთვის ეს პროფესია, ქალბატონი მარინე, ეს არის ძალიან საინტერესო. სირთულეებთან ნამდვილად არ დაკავშირებული, იმიტომ რომ ფაქტიურად რთული პროფესია არის ძალიან. მეტყევეობა არ არის ისეთი იოლი პროფესია, არც მამაკაცისთვის. ჩვეულებრივი სამუშაო დღე. არც მამაკაცისთვის. მე ახლა ფაქტიურად ბუნებაში გასვლა ძალიან ხშირად მიწევს, ტყის ფონდი ქვია ახლა. მეტყევე ვარ სპეციალობითაც და პროფესიითაც და ხშირად მიწევს ძალიან ბუნებაში გასვლა ჩვენ მეტყევეებთან ერთად, მაგრამ ჩემს გვერდით იმისთანა გამოცდილი და იმისთანა პროფესიონალი ხალხია, ნამდვილად რო ვთქვა, რომ აი მიჭირს ამ პროფესიით მუშაობა, ნამდვილად არა. ჩემი ძირითადი საქმიანობა არის აი ტყის მოვლა აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს აი სანერგეების გაშენებას. სანერგის გაშენება არის, რომ დათესავ რომელიმე ჯიშის თესლს და შემდეგ ეს უნდა აღმოცენდეს და ხეთ უნდა იქცეს და ძალიან ფაქტიურად ყველა ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას დაწყებული დათესვიდან, შემდეგ 2 წელი ჭირდება ამას, რომ ნერგი წამოიზარდოს და გახდეს დაახლოებით 50 სანტიმეტრის და შემდეგ ხდება ამ ნერგის გადარგვა და ამას ქვია ტყის კულტურები. ამას ქვია სამშობლოზე ზრუნვა ჩემთვის და სხვა დანარჩენია. სამშობლოზე ზრუნვა ზოგადად ეროვნული საქმეა და ეროვნული სიმდიდრეა ტყე და ბუნება ყველასთვის და მარტო მეტყევის საზრუნავი კი არ არის. ეს ყველა საზრუნავია დაწყებული ბავშვიდან ღრმა მოხუცამდე ადამიანი უნდა ზრუნავდეს ბუნებაზე. რა შეცნება ხოლმე ქალბატონი მარინე, როდესაც თქვენი დანერგები დიდ ტყეებში ხვდება და როგორც ვიცით, სათითაოთაც კი ცნობთ ხო მათ? როგორ არ ვცნობ, ახლა ყველა ჯიშს ვცნობ და ის და ძალიან აი ესეთი შეგრძნება რა ხდება, იცით, აი რომ მივდივარ მე იმ სანერგისკენ ხოლმე და ისა ამ გზაზე ზოგჯერ 10 ჯერ მიწევს თვეში გავლა და ის და მაინც სულ აქეთ-იქეთ ვიყურებით. მანქანაში ხმასაც არ ვიღებ ხოლმე, რომ ამ ნაცნობ ხეებს უყურებ. ზოგი შეიძლება გამხმარიც იყოს, მაგრამ ყველას თავისებური სილამაზე აქვს, როგორც აი ტყეს ყველა პერიოდში და ყველა სეზონზე ლამაზია ტყე. თუ გინდა შიშველი იყოს ტყე, მაინც ლამაზია.
რა ვიცით, ვისაც შეხება ქონია და ვისაც გაუვლია ბუნებაში, ძალიან განსაკუთრებული გრძნობა არის ყველასთვის. ერთი რაც შემიძლია თქვა ეს ადამიანები იმდენად დიდი სიყვარულით საუბრობენ პროფესიაზე, იმდენად დიდი განცდებით, რომ აი ჯერ ერთ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო არასდროს გვეყოფა და არ ვიცი რა დრო შეიძლება რომ დაუთმოთ